ჩვენ შემდეგ სტუმარს დავუძახოთ და ვთხოვოთ, რომ შემოგვიერთდეს ჩვენს სამზარეულოში. ანა გემაზაშვილი, სურსათის უმნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მით უმეტეს მობრძანდით ქალბატონო ანა, დაბრძანდით პირველ რიგში, მოგესალმებით. ბატონო მიხეილ, თქვენ ჩვენთან ერთად ხართ მთელი გადაცემის მანძილზე. დღეს ვამზადებთ, ესე იგი, ხორციან კერძს, ხო? და ყველამ კარგად ვიცით, ხორცი ჩვენი ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტი არის. ეს არის ცილების ნამდვილი ნაჯერი, ენერგიის წყარო, შეიცავს B ვიტამინს, უფრო კონკრეტულად კი B12-ს, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, რომ პასუხისმგებელია ჩვენს ნერვულ სისტემაზე, ასევე A და B ვიტამინი, A და D ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მხედველობას, ძლიერ იმუნიტეტს და აღარაფერს აღარ ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ხორცი ეხმარება ჩვენს სხეულს ქსოვილების აღდგენაში და აი კუნთოვანი სისტემის აღმშენებლობაში, მაგრამ აი მიუხედავად ამ მთელი რიგი სიკეთეებისა, ქალბატონო ანა, ვიცით, რომ ეს არის ის პროდუქტი, რომელიც არის მალხუჭებადი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ჩვენი ჯანმრთელობისთვის უვნებელი და ჯანსაღი ხორცი. აბა დავიწყოთ. ახლა თქვენგან ველოდებით საინტერესო რჩევებს, რეკომენდაციებს ყველა იმ საფეხურს, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს და გაითვალისწინოს ჩვენმა მაყურებელმაც. მართალს ვძანებთ, ნამდვილად ეს საკმაოდ ყოველდღიური და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიიღოს დაბალანსებულად. მარტო ხორცი ვთქვა, ნამდვილად არ არის უპრიანი. და პირველ რიგში რომ მივიღოთ ჯანსაღი და კარგი ხორცი, უნდა იყოს ახალი ხორცი და უნდა იყიდებოდეს სათანადო პირობებში, ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომ ეს თქვენ ახსენეთ, რომ მალხუჭადი სურსათი არის და ნამდვილად განსაკუთრებული პირობები, რეჟიმი უნდა შეუქმნათ, რომ მან თავისი თვისებები შეინახოს რეალიზაციის პირობების შეინარჩუნოს რეალიზაციის პირობების დროს. პირველ რიგში ტემპერატურული რეჟიმი, ანუ მაცივარში, 4 გრადუს მაცივარში უნდა იყოს განთავსებული და ამ ახალ ხორცს თავისი რა თქმა უნდა დიასახლისები რომ მივლენ სამზარეულოსთვის რომ შეიძინონ ხორცი, რა თქმა უნდა მიაქციონი და ყურადღება მის გარეგნულ სახეს. გარდა იმისა, რომ სათანადო პირობებში იყიდება, უნდა იყოს რბილი, დრეკადი, სასიამოვნო სუნი უნდა ქონდეს არომატი დამახასიათებელი ხორცისთვის და დამახასიათებელი ფერი სხვადასხვა ხორცისთვის, თქვა, ძროხის ხორცი შედარებით ცოტა მუქი ფერის არის. მაშინ ახლა რადგან ჩვენ მეტნაკლებად დახლებიდან ვყიდულობთ ხოლმე, ხო, პროდუქტებს და მაინც დამოკიდებულები ვართ ამ რეალიზატორების კეთილსინდისიერებაზე, ასე ვთქვათ, ახსენეთ ტემპერატურული რეჟიმი, ჰიგიენური სანიტარული ნორმები, თუმცა აი ჩვენმა მახვილმა თვალმა უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა უნდა იცოდეს როგორც გაყინულ ხორცთან, ასევე გაუყინო ხორცთან დაკავშირებით. აი ეს ორი შეგვიძლია რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ. პირველ რიგში გაყინული ხორცი იქნება ეს თუ ახალი ხორცი, ან გაუყინავი ხორცი, უნდა სათანადო ტემპერატურა, ან საყინულოში უნდა იდოს, ან მაცივარში, სადაც +1 გრადუსი არის ტემპერატურა დაცული და აუცილებლად ამ ხორცს, როგორც ყველა სურსათს, უნდა ახდეს მისი მაიდენტიფიცირება რაღაცა ნიშანი. პირველ რიგში ეს არის ეტიკეტი, ან დაუშვათ ფორმა 2, რომელიც განთავსებული იყოს დახლთან. ეხლა მომხმარებელი რომ მიდის დიასახლის იქ უკვე დაჭრილი ხორცი შეიძლება დახვდეს დახლზე და მან ვერ დაინახოს ის ეტიკეტი, რომლითაც ეს ხორცი შევიდა მაღაზიაში სათანადოდ დამუშავებული საწარმოდან, ანუ იქ სადაც დაიკლა, იქ სადაც დამუშავდა სათანადო პირობები და ჯანსაღი ხორცი სათანადო ტრანსპორტირების პირობების დაცვით და სათანადო დოკუმენტაციის თანხლებით მოხდა დახლზე. გარდა ამისა, ჩვენი ხორცის მაგალითი რა შეგვიძლია ვთქვათ? ეს არის ახალი ხორცი, ხედავთ, ძროხის ხორცი, ფრინველის ფილე და ახალი ხორცის დამახასიათებელი გარეგნული თვისებებია, კი, ნამდვილად. ფერი ხასხასა, ხასხასა, ჟოლოსფერი, სურნელი უნდა ქონდეს და არ უნდა იყოს მკვრივი, უნდა იყოს რბილი და დრეკადი, როგორც ეს ხორცია მაგალითად. აი კონსისტენცია უნდა იყოს სისხლის ნაკვალევი ნიშნები არ უნდა შეეტყობოდეს, ჩალურჯებები არ უნდა ქონდეს ეს მანკებია სხვადასხვა მიზეზების გამო ხორცი შეიძლება დაზიანდეს, მაგალითად თუ ახალდაკლული ცხოველის ხორცი ისი არასწორად სათანადოდ ერთმანეთზე დაალაგდა და ჩახურდა, ის ხორცი უკვე მჟავე სუნს იძენს, ფერი ეცვლება და თუ მაგალითად ახალდაკლული ხორცი უცბად მაცივარში საყინულში შეიტანეს, ისიც ფერს იცვლის და თვისებებსაც კარგავს, ამიტომ ეს ყველა მოთხოვნები, რომ ხორცმა თავისი თვისებები შეინარჩუნოს, როგორც დამუშავების შემდეგ, ასევე ტრანსპორტირების პირობებში და რეალიზაციის დროს უნდა იყოს დაცული ეს პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, გარემო სინესტე და რა თქმა უნდა, უნდა იყოს
დაკლული და დამუშავებული იმ საწარმოში, რომელიც კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, სადაც გარანტია ეძლევა მომხმარებელს, რომ ნამდვილად ჯანსაღი ხორცი მოხდა დახსა და ამის დამადასტურებელი იქნება საბუთი, ანუ ეტიკეტი, რომელიც მიყვება ხორცს, შეიძლება ნაჭერზე ვეღარ დაენახოს მომხმარებელმა, მაგრამ ეს ეტიკეტი უნდა იყოს განთავსებული დახლზე, სადაც შეიძლება მომხმარებელმა წაიკითხოს, როდის დაიკლა, რა ხორცია, გარიგზემსვა და რომდენმდე აქვს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ როგორც მივხვდით, ყველაფერი სწორად შევართ. კი, სწორად. ამავე დროს ამ ხორცს როგორც ტექნიკა მსმენია ხო ხშირად გვირჩევენ ხოლმე სპეციალისტები, რომ იგივე აი თითის დაჭერის პრინციპით შეგვიძლია ამოვიცნოთ ხორცი უნებელია თუ არა ჩვენი ჯანმრთელობის. აი ამის შესახებაც რომ აი როგორც გითხრათ, აი ხელს რო დაადებთ ეხლა მას ეს რბილი და დრეკადი არის ხორცი რბილი, არ უნდა იყოს მკვრივი, ეს მკვრივი ნიშნავს რომ საფარი თვითონ უნდა გასწორდეს ასე კი, ეს ჩაღრმავება ეგრევე მალევე სწორდება, როდესაც ახალია ხორცი, ნახეთ. არ რჩება ისეთი იმავე ხათმის ხორცთან მიმართებაშიც ყველა ხორცს ეხება ეს დიახ ახალი ხორცი მაგას ნიშნავს ანუ ახალდაკლული რომ ეს ანა არსებობს ესეთი მოსაზრება რომ ხორცს არ სჭირდება გარეცხვა და რომ დუღილის პერიოდში ის ყველა ბაქტერია რომელიც არსებობს ძალიან ინდივიდუალური მიდგომა აი იმ შემთხვევაში თუ ესე იყო კი უარველი აზრი არის ხო რომ აი რომ დაიკვლება თუ უცბად ახალი დაკლულია და იმ წუთასვე ამზადებ თუმცა ეს სწორი არ არის ხორცმა რომ აი ეს თვისებები შეიძინოს ეს ჩვენს ვილაპარაკეთ ხო კონსისტენცია სუნი ფერი გემოს ყველაფერი მისთვის ახალი ხორცის ეს დამახასიათებელი და გემოვნური თვისებები შეინარჩუნოს ხარისხობრივი ის უნდა მომწიფდეს მომწიფება ნიშნავს იმას რომ დაკლიდან იმ წუთასვე ეს ხორცი არ უნდა დაამზადო 24-72 საათი, 24 საათი მაინც უნდა გაჩერდეს ეს ხორცი რომ მომწიფდეს. როდესაც ეს ძველადაც იყო ესეთი აზრი, რომ აი რომ დაიკლებოდა ეგრევე ამზადებდნენ, რომ აღარ ჭირდება ამას გარეცხვა, ეხლა დაკლულია და რაღაც ჭირდება ამას რაღაც დამუშავება წყლით. თუმცა მეც როგორც დასაწყისის რეცხავს ხორცს ამუშავებ წყლით და შემდეგ უკვე ვამზადებ წიგნს. შენ როგორ რეცხავ ამბობენ რომ აი ცივი წყალი უფრო რაც ნაკლებად შეეხება, რაც ნაკლებად შეეხება წყალისთან დაკავშირებით არის მოსაზრება რომ უნდა გავრეცხოთ თუ არა ჩვენი წყლის ნიჟარა ხორცის გარეცხვის თვითონ ცივი წყალი უფრო ჩქარა ავრცელებს ამ დიახ ანუ მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკი მეტია როდესაც რაც უფრო მეტად რაც შეეხება როდესაც ვიცავთ ანუ შემდეგ მომენტალურად ხო ვრეცხავთ ნიჟარასაც დაფასაც და დანასაც და შესაბამისად იგივე ყველაფერს აღარ ვიყენებთ კი არა და როდესაც მე პირადად როდესაც ვიწყებ უმიხორცის დამუშავებას იმავე kovs აღარ ვიყენებ უკვე დამუშავებულ ხორცზე, ანუ ის kovs-ი უკვე გასარეცხად მიდის და შემდეგ ვიღებ სხვა kovs და უკვე დამუშავებულ ხორცში. დაფებთან მიმართებაში როგორ იქცევა? აი არსებობს ესეთი დამოკიდებული დაფები, რომ ცალ-ცალკე უნდა იყოს მწვანილი და პროდუქტი, ხორცის პროდუქტი ერთად არ უნდა დავამუშავოთ. კი ბატონო, ხორცის პროდუქტისთვის სასურველია რომ დაფა იყოს ცალკე. და ასევე მაინტერესებს ხო ამ წყალთან დაკავშირებით დავამატებ რომ ამას ამბობენ რომ თუ არ გავრეცხავთ ნახეთ პატარა მონაკვეთზე რომ დავჭრით ის არა ნაკლებად ვრცელდება და არც ცხელი წყალი არ უნდა ამ შემთხვევაში უბრალოდ ის რომ გავრეცხავთ იქ მოვიტანთ გაიწუწება და უფრო ბევრგან ხვდება ეს დაბინძურება და როდესაც ლოკალურად ვაკეთებ და პირდაპირ აგერ დავდე ნაკლებად გადამდები და გადამტანია ეს ბაქტერია შემდეგი რაც მაინტერესებს ცხელი წყლით უნდა გავრეცხოთ შემდეგ უნდა დამუშავდეს ესეც დამიკონკრეტებდა კი შემდეგ უნდა დამუშავდეს კი ბატონო თავი ჟელეთი და ნუ მე ასე ვაკეთებ ხა არ ვიცი უნდა თუ არ უნდა მაგრამ მე შემდეგ ვამუშავებ კი ბატონო ჟელეთი ვრეცხავ და ცხელი წყლით ვასუფთავებ ნიჟარას და რაც შეეხება თაროებს სულ მაინტერესებს რომელ თაროზე არის ხოლმე სწორი უფრო ხორცის შენახვა იმიტომ რომ ზემოთ უფრო კარგად თითქოს იყინება მაგრამ მე საშიშია რომ რაღაცაში ჩაიწვეთოს ეს ხორცის რაღაცა წვეთები ხო ტემპერატურული რეჟიმი 4-დან 10 გრადუსამდე არის ოპტიმალური ტემპერატურა თუ გნებავთ რომ აი ესეთი რბილი ხორცის კონდიციაში შეინახოთ თუ გნებავთ რომ გაყინოთ საყინულოში და თავარი არსი ის არის რომ უნდა იყოს გამიჯნული თქვა მწვანილისგან თევზეულისგან ხორცი ცალკე უნდა შეინახოთ გნებავთ ზემოთ 2 გრადუსიან კამერაშიც შეიძლება გააჩნია რისთვის გაქვთ განზრახული რამდენ ხანს უნდა შეინახოთ ეს ხორცი იმიტომ ხორცს უსაზღვრო ვარგისენობსა და არ გააჩნია
მთავარი არის რომ ის იყოს გამიჯნული სხვა დასახელების საშუალოდ რამდენი ხნის მანძილზეა ვარგისიანი გაყინული ხორცი და კიდე იცით რა მინდოდა თქვენთვის მეკითხა ხშირია როდესაც ვთქვათ სახლის პირობებში ხორცს ალღობენ ხოლმე და შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო შესაძლებელია რომ ეს ხორცი კვლავ შეაბრუნონ ეს არასწორი ქმედება არის რისკები არის დიდი ანუ ასეთი მიდგომა არის რომ როდესაც პროდუქტი მათ შორის ხორცი გალღვება იმისი ხელმეორედ გაყინვა და ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება იმიტომ რომ გალღობის დროს მიკრობიოლოგიური რისკი რომ გამრავლდეს მიკრობი ძალიან დიდია თქვენ მე ისევ ყინავთ ისევ ალღობთ ეს არ შეიძლება თუ პროდუქტს მათ შორის ხორცაც გაალღობთ ის უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული და რაც შეეხება გაყინული ხორცის ვარგისიანობას ამას ადგენს თვითონ მეწარმე იმიტომ რომ სხვადასხვა ტექნოლოგიებია ხორცის გაყინვის მაქსიმუმ შეიძლება 24 თვე ვარგოდეს ეს გაყინული ოღონდ ეს მე ვამბობ როდესაც საწარმოო პირობებში თქვენ უკვე გაყინული ხორცი შეიძინეთ რომელსაც უკვე აწერია ვარგისიანობის ვადა საუბრობდით და ბოლოს შეკითხვით მინდა რომ თქვენთან გადმოვიდე ნუ ჩვენ ვახსენეთ რომ არსებობს მთელი რიგი რისკები ხო ხორცთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ ის არ არის ჯანსაღი შესაძლებელია რომ არც ისე კარგი შედეგები მოგვიტანოს შესაბამისად. მოდი აი ამის შესახებაც გავაჟღეროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ ყველა ის ტექნიკა, რომელიც დაგვეხმარება შევარჩიოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სარგებლიანი ხორცი, იმიტომ რომ არსებობს რიგი რისკები და დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც ვიცით რომ გადადის ადამიანის ორგანიზმზე იმ შემთხვევაში თუ აი ეს ყველა ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. კი, ნამდვილად, ეს არის მაღალი რისკის პროდუქტი, მალფუჭადი პროდუქტი, რომელმაც შეიძლება როგორც ისიკეთე მოუტანოს მომხმარებელს, ასევე ზიანი მიაყენოს თუ არა ჯანმრთელი ცხოველისგან არ მიღებული, თუ არა სათანადო პირობებში დამუშავებული, გაურკვეველ პირობებში დაკლული ცხოველისგან, არა ჯანმრთელი ცხოველისგან არ მიღებული, ან და არასათანადო პირობების ტრანსპორტირების პირობის დაცვით მოხვდა მომხმარებელთან, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს. ამიტომ მე მაინც ვურჩევდი ჩვენს მომხმარებელს, რომ მიაქციოს ყურადღება რეალიზაციის პირობებს, მიაქციოს ყურადღება, რამდენად მიკვლევადია, რამდენად შეუძლია სრულფასოვნად მიიღოს ინფორმაცია იმ ხორცის შესახებ, რომელსაც ყიდულობს ეტიკეტების საშუალებით, ასევე ფორმა 2 ეს ვეტერინარული მოწმობა, რომელიც ჯერჯერობით არსებობს, თუმცა უკვე გაციფროვნება მიდის ყველანაირად წინ მიდის ჩვენი კონტროლის მექანიზმები და შეიძლება ფორმა 2 მომხმარებელმა ვერ ნახოს დათვლზე, მაგრამ ეტიკეტი აუცილებლად ინფორმაცია ამ პროდუქტის შესახებ უნდა მიიღოს სრულფასოვანი. ჩვენი ესე იგი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი ინფორმაციაც უფრო მეტი იქნება, ხო, თუნდაც იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომელსაც მივირთმევთ და რომელიც პირდაპირ პროპორციულია ხოლმე ჩვენი ჯანმრთელობის და კარგად ყოფნის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ საინტერესო რჩევებისთვის. და პრინციპში ქალბატონ ანას ნელ-ნელა ჩვენ დავიმშვიდობებით. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი იყო შეგვახსენებინა ის, რომ ხორცი არის აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მაინც ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. რა თქმა უნდა, კი ბატონო.